ინდია. უთხარი შესოპერატორი. აუ მალეთენ გეხვეწებით 11-ზე მე. რატო შემოვდივარ? ჰა? ინდია მზად ხარ? საგო ტელეფონი. ნინო, რამდენი ახალი შემთხვევა უკავშირდება თუ არა ქობულეთის კლასტერს არის თუ არა არასრულწლოვანი და ან მედიკოსი ბოლო მონაცემები. მაშინ მთელი დღის განმავლობაში სულ 75 ნიმუში შევიდა საანალიზოდ. აქედან იყო ცხელების ცენტრები, საკარანტინე სივრცე და ამ 75 ნიმუშიდან გვაქვს 4 დადებითი შემთხვევა. 4-ვე შემთხვევა უკავშირდება ქობულეთის კლასტერს, მათ შორის ერთი გახავთ არასრულწლოვანი, რომელიც თავის მშობელთან ერთად ასევე დადასტურებულ მშობელთან ერთად ქუთაისის კლინიკაში არის გადაყვანილი, დანარჩენი 2 ზრდასრული არის კლინიკა მედალფაში შეყვანილი. ამ ეტაპზე 29 დადასტურებული შემთხვევა გახავთ კლინიკა მედალფაში, რომელთაგანაც 2 მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, დანარჩენები მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. რაც შეეხება ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებულ შემთხვევებს, სულ მათი რაოდენობა გაიზარდა 29-მდე და ამ 29-ის ირგვლივ არის უკვე 410 კონტაქტირებული პირი. მათ შორის 210-ის ლაბორატორიული კვლევა უკვე ჩატარებულია და ამ რაოდენობიდან გახავთ ეს დადასტურებული შემთხვევები. ჩვენ გუშინ ველოდებოდით 13 პირის კონტაქტირებული პირის კვლევის შედეგს და სწორედ ამ 13-დან გახავთ 4 დადასტურებული. წუხალ ღამით უკვე დამატებით 15 კონტაქტირებული ნიმუში იქნა ჩამოტანილი და დღეს დაველოდებით დღის განმავლობაში მათი კვლევის შედეგებს. ამ ეტაპზე დილის მდგომარეობით ცხელების ცენტრებში სულ არის 18 შესაძლო შემთხვევა, რომელთა პასუხი გვეცოდინება ასევე დღის განმავლობაში. რაც შეეხება მასიური თერმოსკრინინგის მონაცემებს, უკვე 5600-ზე მეტი პირი დაექვემდებარა სკრინინგს. უკვე 21 საყურადღებო შემთხვევა იქნა გამოვლენილი, რომელთაგანაც სწრაფი ტესტი ჩაუტარდა 10 ადამიანს და პასუხები უარყოფითია. 3 ცხელებით გამოვლენილი ასევე არის უარყოფითი და ყველა შემთხვევა არის ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მოქცეული. თვითიზოლაციაში 410-ვე პირზე არის დამყარებული მკაცრი მეთვალყურეობა, თუმცა აქ თქვით 410 და ნაწილი არის საკარანტინე სივრცეში, ნაწილი არის თვითიზოლაციაში. ეს ახალი შემთხვევები არის თუ არა იმ სოფლებიდან, სადაც каранტინია გამოცხადებული თუ გაცდა. გვარა ლეღვა ამ სოფლებზე. რომელი სოფლები? 4-ვე შემთხვევა არის ქობულეთთან დაკავშირებული, თუმცა ერთი ოჯახი, ანუ 2 პირი არის ქალაქ ბათუმის მაცხოვრებელი, რომლებიც იმყოფებოდნენ ქობულეთის იმ სოფელში და რამდენიმე დღეა დაბრუნებული არიან ბათუმში. მათ ირგვლივ კონტაქტები თვითიზოლაციაში არიან, თუმცა მხოლოდ 2 პირზეა საუბარი, 2 კონტაქტირებულ პირზეა საუბარი, რომლებიც საკარანტინე სივრცეში გადაინაცვლებენ დღის პირველ ნახევარში ახლა უკვე და გარდა ამისა ოჯახში ყავს კიდევ 2 კონტაქტირებული პირი, რომლებზეც ასევე თვითიზოლაციის რეჟიმში არის მეთვალყურეობა დამყარებული. ეს 2 დასრული პირი მედპერსონალი ხო არ არის ქობულეთის? ასევე ბათუმიდან. არა, ეს აქაური ნინო, ქობულეთის მედპერსონალზეც რო გითხრა, დედაშვილი ani ბაზო სტეფანოვი. ბათუმიდან გადაყვანილი. დედაშვილია და მეორე ბავშვი არის უკუგდებული. ანუ ამას ვიცით არის რა საინტერესო შემთხვევა გამოიკვეთა უკვე ოჯახებში გვაქვს ის ვისი დადებითი პასუხი არის, ვისი ნაწილის არის უარყოფითი. ანუ აქაც არის გარკვეული დაყოვნების პერიოდი და ინდივიდუალური, ასე ვთქვათ, პასუხი ამ ყველაფერზე. ჩვენ 14-დღიანი მეთვალყურეობის პერიოდი გვაქვს და მაქსიმალურად ვიზეც არის უარყოფითი პასუხი, ისინი ელოდებიან დარჩენილ დღეებში და მეთვალყურეობა ხდება მათი. ქობულეთის სამედიცინო პერსონალთან დაკავშირებით რა ხდება? ვიცით რომ ერთი დაუდასტურდა, რომელიც ფოთში მაცხოვრებელია, თუმცა მუშაობდა ქობულეთში. პერსონალთან დაკავშირებით რა მდგომარეობაა ახლა? პერსონალი ნაწილი არის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, ის ვინც იცით უკვე რომ დადებითია, დანარჩენის პასუხი არის ყველასთან მიმართებაში უარყოფითი, ისინი სამედიცინო პერსონალის ნახევარი საკარანტინე სივრცეშია, ნახევარი თვითიზოლაციაში, ამ ეტაპზე საავადმყოფო იწვევ არ ფუნქციონირებს. ქალბატონო ნინო, ბათუმიდან იყო გუშინ ლეღვადან ჩამოსული დედაშვილი ინფექციაში გადაყვანილი. მათთან დაკავშირებით რა ინფორმაცია გვაქვს? ესენია ქუთაისში. ესენია, აჰა, ესენია გასაგები. და ამ ოჯახიდან არის ყველა 4-ვე არის ერთმანეთთან კავშირში მყოფი, როგორც 4-ვე ერთი ოჯახის წევრები არ არიან, მაგრამ სტუმრად მყოფები. სტუმრად მყოფი, თუმცა 2 იქაური მაცხოვრებელი ლეღვა არა, 2 გახავთ მუხაისტატის მაცხოვრებელი და 2 გახავთ ლეღვასთან კონტაქტში ყოფილი ბათუმის მაცხოვრებელი. ბავშვი რა ესაკისანი? 10 წლამდე ასაკის.
კადრები რამდენი? ანუ მხოლოდ ერთ ბავშვს დაუდასტურდა და მეორეს არა, მეორეს ახლდა. მეორეს ოჯახის წევრს არაო, ხო, მეორე ბავშვს არაო. აი ეხლა ყველაზე რთული პერიოდი ჩვენ მე აღვნიშნე ყველაზე კრიტიკული პერიოდი გვაქვს ჩვენ მიმდინარე მესამე ისა 3-4 დღე როდესაც ყველაზე მეტი ალბათობა ამ კონტაქტებს შორის დაავადების გამოვლენის ამიტომ მე ხა ყველაზე მეტად გმართებს დისტანცირება თვითიზოლაციის წესების მკაცრი დაცვა ისინი ვინც არ არიან თვითიზოლაციაში ისინიც განსაკუთრებით უნდა ყურადღებით იყვნენ და ამ სოციალური დისტანცირების პროცესიც ეს კრიტიკული არის აი ეს ყველა კონტაქტი შეიძლება რომ ასე ვთქვათ ამ პერიოდში გამოვლინდეს დაავადება. ამიტომ ეს დღეები გვაქვს მეტად მნიშვნელოვანი და უნდა მოვერიდოთ ერთმანეთთან. ესე იგი ნინო ერთი წუთით მე რა გინდა განვამარტინო? ესე